ჩვენ სოციუმში არის ჯერ კიდევ ეს სქესით განსხვავება შვილების, რაღაცნაირად ეს თუ ბიჭს ელოდები ძალიან მაგარი ხარ, პირველივე ბიჭია და მამამ რა მაგრად იმუშავა. შემდეგ რა თქმა უნდა, კაცი იზრდება, ჩაპროგრამებული აქვს ეს სიტყვები, რომ არიტი, რომ კაცი ხარ, ემოცია არ გამოხატო. აქვს თუ ამრავი ფსიქოლოგიური ტრავმები. ამ ამბავს მოყვებოდი პირველი რა აზრი მომივიდა, იცი რომ რა მაგარია რომ მივიდა და დედას უთხრა. იმიტომ რომ აი გარშემო ყოველთვის ის პრობლემაა და აი არ ვიცი ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ ხოლმე იმას, რომ შვილი არ ეუბნება დედას და მამას, რომ აი ეს რაღაცა ბულინგის ფაქტი შეემთხვა და მერე იქ იწყება საშინელებები. აი ეს ფრაზა რომ ბავშვი არის ოჯახის სარკე, ეს არის 100%-ით სიმართლე. ქუჩა უნდა იცოდეს, კი, ოღონდ უნდა იცოდეს აქ ნახე საფრთხის მიხვედრ. ყველა დედა და მამა რომ ესე ფიქრობდეს ჩვენ საზოგადოებაში, მე ვფიქრობ ახლა ბოლო დროს გახმაურებული საშინელი ზუსტად ახლა არ მინდოდა რაღაცნაირად მეცენებინა, იმიტომ რომ ისეთია წიგნეული ძალიან, მაგრამ ალბათ აი ეს რო იყოს, რომ მშობლები ესაუბრებოდნენ შვილებს აი ამ აგრესიაზე, ბულინგზე და რა თქმა უნდა გახსნილი ურთიერთობა მსგავსი შემთხვევები ნაკლები იქნებოდა. ბიჭებს განსაკუთრებით საქართველოში ზრდიან, რომ აი ყველაფერს მისმაგივრად აკეთებენ ოჯახში. რაღაც დოზით კაცს, როდესაც ცოლი მოყავს, ამ ცოლში ხედავს დედას. მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია. დღეს ვსაუბრობ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ბიჭის გაზრდა. ვფიქრობ, რომ თემა აქტუალურია განსაკუთრებით საქართველოში. დღეს ჩვენი ეპიზოდის სტუმარია დეა, პატარა ბიჭის დედიკო, რომელიც გვესაუბრება ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემის დეტალებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით დგას და იმ ყველაფერზე, რომელიც ამ თემასთან არის დაკავშირებული. ეპიზოდის წარმდგენი არის Philips-ის Aventi, ბრენდი, რომელიც ზრუნავს დედისა და შვილის კომფორტულ კვებაზე. დეა, მოგესალმები. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მიხარია, რომ მე მიწევს ამ თემაზე საუბარი. ძალიან კარგი. პირველად, აი, პირველ რიგში ეს მაინტერესებს, როგორი იყო შენი რეაქცია, როდესაც გაიგე, რომ ბიჭის დედიკო ხდებოდა. ხო. აქ ცოტა უფრო ადრეული დროიდან მინდა დავიწყო ამ ისტორიის მოყოლა, მოკლედ მთელი ჩემი თინეიჯერობის ასაკი მქონდა რაღაც ისეთი გინეკოლოგიური პრობლემები და სულ ვიყავი გინეკოლოგებთან. და ერთ დღესაც მახსოვს დაახლოებით 16-17 წლის ასაკში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დედამ მკითხა ექიმს, რომ დააპირებს ორსულობას, რა იქნება მერე ამ პრობლემების გამო და ექიმმა ისე უთხრა, რომ აუცილებლად უნდა მოვიდე, ჩვენ დავიწყოთ მკურნალობა და მერე იქნებ დადგეს ორსულობა და ძალიან ჩამრჩა ეს გონებაში. იყო. კი. ჩამრჩა ეს გონებაში საკმაოდ და მთელი ეს წლების შემდეგ სანამ გავთხოვდი, სულ მეგონა, რომ რატომაც ბავშვი არ მეყოლებოდა. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ იმას აქშირას განიცდიდი, მაგრამ განვიცდიდი, იმიტომ რომ გიждდებოდი ბავშვებზე, ესე იგი უბანში, სადაც ვინმეს ბავშვი ყავდა, მე 24 საათი იქ ვიჯექი. პამპერსის გამოცვლა, ჭამა, გასეირნება, დედები ძალიან მენდობოდნენ, იმიტომ რომ კარგად გამომდიოდა ეს. ამის შემდეგ გავთხოვდი, რა თქმა უნდა, არ გქონია დაგეგმილი მე და ჩემი უღლეს და არც ვისაუბრე ამ თემაზე, რომ მოდი გვეყოლოს ბავშვი და ძალიან მოულოდნელად დაახლოებით 1-2 კვირაში გავიგე, რომ ველოდებოდი ბავშვს. ვაიმე! იმდენად ბედნიერი იყო ეს მომენტი, ისე მახსოვს, ისე დამამახსოვრა და არაფერზე არ მინერვიულია საერთოდ და სქესზე ხო საუბარი ზედმეტია, საერთოდ არც მიფიქრია ბიჭი იქნება, გოგო იქნება, რომელიღაც იქნებოდა, რა თქმა უნდა. და აქვე იმას დავამატებ, რომ ტატოს გაჩენიდან 6 თვეში დავრჩი მეორედ ორსულად. და მე შემეძინა გოგო. აი, აქვე რო აკითხო, არ შეიძლება მედიცინაში როგორ გამახსოვა ეგ. კიდევ აი, რომ მივსულიყავი, რა თქმა უნდა, მკურნალობას დავიწყებდით, დავხარჯავდი უამრავ ფულს. კი, ხდება ხოლმე. ხო, მე რა იქნება არ ვიცი, ხო, ნერვები ცალკე საკითხია იმ პერიოდში ბავშვობაში რომ დავდიოდი, იმდენ ჰორმონს ვსვავდი, რომ ერთხელ ერთ თვეში მოვიმატე 15 კილო. და მაშინ თქვი რომ აღარ დავლებ წამლებს თქო და ეს მე თვითონ აღარც ექიმთან გავყევი დედაჩემს აღარ წამლები აღარ დავლე და საბედნიეროდ უკვე მყავს 2 შვილი და ძალიან მაგარი ამბავი სქესზე ნამდვილად არ მიფიქრია მაგრამ კი ჩვენ სოციუმში არის ჯერ კიდევ ეს სქესით განსხვავება შვილების რაღაცნაირად ეს თუ ბიჭს ელოდები ძალიან მაგარი ხარ, პირველივე ბიჭია და მამამ რა მაგრად იმუშავა და ამ დროს ბიოლოგია მიმუშავა, მამას არ უმუშავია საერთოდ.
აი შენთვის არ ქონდა ხო ამას არანაირი მნიშვნელობა. საზოგადოების მხრიდან როგორ აღიქვამდი აი ამას, რომ რა მაგარია რომ ბიჭს ელოდები და აი ესეთ დამოკიდებულებას დარწმუნებული ვარ ოჯახშიც იქნებოდა მსგავსი. კი, რა თქმა უნდა, აი ოჯახის წევრებისგან იყო სწორედ აი ეს, რომ პირველივე ბიჭია და რაღაცნაირად ოღონდ იცით როგორ არის, ქალზე არა, უფრო მამაკაც აქებენ ამ დროს, რომ მამაკაცობის ტესტად ითვლება რა, ბიჭის ელოდები და ძალიან მაგარი ხარ, ჩაბარებული გაქვს გამოცდა. ხო, იყო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე ყურადღებას ვამახვილებდი და თავს ვისტრესავდი, ნამდვილად არა. საერთოდ. ბავშვობიდან გვესმის ხოლმე ესეთი ფრაზები ბიჭთან დაკავშირებით, რომ აი ბიჭს სხვანაირი გაზრდა ჭირდება, ბიჭი არ ტირის, ბიჭი არ არის სუსტი. შენ რა დამოკიდებულება გაქვს ამ თემასთან დაკავშირებით? ძალიან ცუდი დამოკიდებულება. ჩემ ოჯახშიც გამიგია ესეთი ფრაზა, ტატო თუ იტირებ და ბიჭი ხარ, ნუ ტირი ხარ და ნუ ეგრევე, რა თქმა უნდა, ვაძლევ ხოლმე შენიშვნას, იმიტომ რომ ემოციებს სქესი არ გააჩნია. ბიჭი იქნება, გოგო იქნება, უნდა გამოხატოს ემოცია, ხო? მით უმეტეს ბავშვმა. ბავშვმა არის ის ემოციების მართვა. მაგალითად, როცა რაღაცაზე ბრაზობს, ვერ დაგიჯდება და ვერ აგიხსნის, რომ დედა, იცი რა, მე ახლა ამაზე გავბრაზ. იწყებს ტირილს, ხო? და მოდი ვეძებოთ მიზეზი. რატომ ტირის და დავეხმაროთ ამის მოგვარებაში. ის რომ მეუბნები, კაცი ხარ და გაჩუმდი და ისედაც, აი როცა ბავშვი ტირის, გოგო იქნება თუ ბიჭი, მშობლის იმ წამს, იმ მომენტში მისი მიზანი არის ბავშვის გაჩუმება. რომ ოღონდ ბავშვი გაჩუმდეს და არ იტიროს, აი დედა ეს აიღე, აი ის ქენი, აი ეს გააკეთე. ხო, და არა ის რომ გავიგო. არა, რა თქმა უნდა, ხო, ძალიან იშვიათად რომ მოდი გავიგო, სტერეოტიპები და სტიგმები მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დედა და მამა რაც არ უნდა კარგად ზრდიდნენ ბავშვს, საზოგადოებისგან მაინც ეს მოდის. მე მახსოვს, ჩემი დიშვილი ერთხელ ბაღიდან მოვიდა, ძალიან პატარწუნა იყო 3 წლის და თავის ძმას ეუბნება, რომ ნუ ტირი გოგო ხო არ ხარ. და აი ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახში მსგავსი ბავშვს არ გაუგია არასდროს. მართალი ხარ, ნამდვილად მართალი ხარ. აი ამ შემთხვევაში თუ შეხები ხარ შენ მსგავს პრობლემას და აი თუ გილაპარაკია ბავშვთან, რომ აი ეს სწორი არ არის და შენ ისევე როგორც ყველას გაქვს ემოციის გამოხატვის უფლება. კი, რა თქმა უნდა. ერთ მომენტს გავიხსენებ აქვე სტომატოლოგთან პირველად რომ დაგჭირდა ვიზიტი, დატო იყო დაახლოებით 5 წლის და ნუ ნერვიულობდა რა თქმა უნდა და იქ რომ მივედით კაბინეტში არ შედიოდა სტომატოლოგთან, აქეთ ვისხედით მოსაცდელში ძალიან ნერვიულობდა და იქ ვუთხარი რომ მეთქიდე თუ გინდა იტირე. იქნებ მოგეშოს, აბა მიდი იტირე და სხვათა შორის გაუკვირდა თვითონ რა რატომ მეუბნება დედა ამას, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ისმეს ბავშვი ამას რომ და გაჩვენდეს არ უნდა იტიროს. პირიქით, ჩემი აი როგორ გითხრათ ძალიან ისე ვუდგები ამ საკითხს რა ემოციების გამოხატვას, იმიტომ რომ მე თვითონ 28 წლის ასაკში საკმაოდ ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს, ბევრი ტრავმა მაქვს. ეხლა ნამდვილად არ მახსოვს თქვენ რა თქმა უნდა დედა მეუბნებოდა თუ არა ან მამა რომ არ მეტირა, მაგრამ ბავშვობაში, რასაც ვუპროგრამებთ შვილებს, ეს ყველაფერი მოქმედებს მის უკვე ზრდასრულ ასაკზე და მაქსიმალურად ვუფრთხილდები მათ მენტალურ მდგომარეობას. შენი აზრით მაინც რატო ითვლება სირცხვილად ჩვენ კულტურაში ბიჭის მხრიდან ემოციის გამოხატვა? იმიტომ რომ ეს კიდევ ჯერ მოდის პატრიარქალური პერიოდიდან, რომ კაცი ყოველთვის იყო ესეთი ძლიერი, უფრო ძალისმიერი საქმე, ომი, ასე შემდეგ და ქალი ყოველთვის სახლში დიასახლისი, ბავშვი უნდა გაეზარდა, საჭმელი ეკეთებინა და სადაც უფრო მეტ დროს ატარებდა ადამიანი, ის სფერო ითვლებოდა მის ბუნებად. აქედან გამომდინარე, კაცს აქვს ესეთი ბუნება, რომ ის ძლიერი უნდა იყოს და ტირილი ნიშნავს სისუსტეს სამწუხაროდ მათთვის. ნუ ეხლა რა თქმა უნდა იმ ძველ დროს თუ შევედარებით ძალიან ბევრი რამეა და განვითარებული უკვე მამაკაცებსაც ვხედავთ სამზარეულოში და ქალებსაც ვხედავთ ჯარში და იმედი მაქვს რომ კიდევ და კიდევ უფრო განვითარდება და ეს ემოციები კაცისთვის აღარ იქნება სისუსტე. დაემართება შენი აზრით ბიჭს, რომელსაც ეუბნებიან რომ არ იტირო, აი როგორ იზრდება მერე ეს? კი, ესე იგი არ იტირო პირდაპირ მნიშვნელობით ბავშვს ვუკეტავთ ემოციებს. არ ვაძლევთ საშუალებას რომ ემოციები გამოხატოს. ეს ემოციები რა თქმა უნდა არის ორგანიზმში, ხო, არსად არ მიდის, იმიტომ რომ არ მაძლევენ იმ საშუალებას რომ გამოვხატო და ამოვიღო ეს ტკივილი თუ წუხილი რაც მაქვს ორგანიზმში. შემდეგ რა თქმა უნდა კაცი იზრდება, ჩაპროგრამებული აქვს ეს სიტყვები, რომ არ იტირო, კაცი ხარ, ემოცია არ გამოხატო. აქვთ უამრავი ფსიქოლოგიური ტრავმები, რაზეც არ საუბრობენ, იმიტომ რომ ესაც რა თქმა უნდა სისუსტეა, კაცმა არ უნდა ისაუბროს ამაზე. აქვთ შემდეგ სირთულეები პარტნიორთან, სირთულეები მეგობრებთან, სოციუმში, სხვადასხვა კომპლექსები, რითაც რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც აზარალებენ, ხო, თუნდაც პარტნიორს, აი, რამდენი ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს იმის გამო, რომ
გამო რომ შენ რაღაც კომპლექსები გაქვს და შენ რაღაც ტრავმები გაქვს და ბავშვობაში უყურე ისეთ რაღაცებს, რისთვისაც არ უნდა გეყურებინა. შესაბამისად, იმ წამს კი ბატონო, შენი შვილი გაჩუმდება, არიტირებს და ძალიან მაგარი დედა ხარ, რა მაგრად ვთხარი რომ კაცი ხარ არიტირო, მაგრამ გაიზრდება და ეს ყველაფერი მასზე ძალიან უწყობილად გავლენას მოახდენს. აი ამაზეც მქონდა ერთ-ერთი კითხვა ბევრი ქალიჩევის, რომ ბიჭი არის დედის გაფუჭებული და ეს გაფუჭებული რას ნიშნავს, რომ არ აქვს ემოციის გამოხატვის უნარი, არ აქვს თავის ემოციებზე საუბრის უნარი და ეს ყველაფერი აი ამ პარტნიორულ ურთიერთობებზე უკვე ძალიან მძიმე დაისახება ხო? ძალიან და კიდევ ერთი მთავარი მიზეზი რატომ არის ამდენი ძალადობა, ხო? როცა ადამიანი ვერ გამოხატავ შენ ემოციებს და ეს ემოციები გააქვს აქ დაგროვილი და მერე გასკდება, მერე უკვე ცდილობ რომ ძალადობით თითქოს გადააგორო ეს პრობლემა რა, ანუ სხეულით იწყებ უკვე მოქმედებას. თან მით უმეტეს იმ დროს, როცა ერთადერთი გადაწყვეტილება პრობლემის, რაც გასწავლეს ბავშვობიდან, ეს არის ძალადობა, იმიტომ რომ სხვა მეტი არაფერს არ უყურებთ იდეაში ჩვენც. კი, ნამდვილად ეგრეა კი და აი თან პარადოქსი არის რომ მთელი ბავშვობა მაგას გასწავლიან რომ არ უნდა იტირო, ემოციები არ უნდა გაგაჩნდეს და გაიზრდები, მერე ესეთი ხარ და რატო ხარ ესეთი? ხო, მერე უკვე. ხო. და შენ როგორ არეგულირებ ამას შენ შულთან, აი არ ვიცი, ესაუბრები ხოლმე უფრო თუ აი წაღან ახსენე რომ მე ვუთხარი რომ შეეძლო ეტირა. აი კიდევ როგორ ვცდილობ რომ მისი ემოციური ინტელექტი განავითარო? კი, საუბარი ზოგადად ძალიან მიყვარს. ესეთი ისედაც უცნობებისგან ხშირად ვიღებ ამ კომპლიმენტს, რომ ძალიან ისეთი მშვიდი აურა მაქვს და ჩემთან ურთიერთობისას მშვიდდებიან და ასე შემდეგ და ну რა თქმა უნდა ამას ვიყენებ პირველ რიგში შვილებთან, რომ აი მშვიდად ერთად გავიაროთ ეს თემა, თქვათ რა გეწყინა. აი ხშირად არის ხოლმე ახლა ну ჩემი შვილების ასაკიდან გამომდინარე, უფრო ეს ბაღში რაღაც მოხდა, სკოლაში რაღაც მოხდა, მაგალითად იმან სათამაშო არ მისცა და ეს მთელი დღე გაბრაზებული იყო ამის გამო. ну აქვე საუბრები იმაზე, რომ ყველას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, ხო? შენ რო რაღაც სათამაშო გიყვარს, შეიძლება შენც არ მისცე შენ მეგობარს და არ არის ეს პრობლემა. მთავარია, რომ იქ რაღაც აი ხო, ძალადობა არ დაიწყო და ხელი არ დაარტყა, ყველას აქვს უფლება. არ უნდა და დედა და არ მოგცა. მოდი შეგიძლია ის ხანერად მიუდგე, აბა უთხარი რომ დაგიბრუნებ, იქნებ იმას იმის ეშინია, რომ შენ ამ სათამაშოს აღარ დაუბრუნებ. ხო, მაქსიმალურად ყოველთვის ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი არის საუბარი და ახსნა განმარტები. აი ლოგიკურად მივედით რაღაც ძალადობის და თავის დაცვის თემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ეს ორი რაღაცა, მით უმეტეს როცა ნებისმიერი, არ ვიცი, ბიჭთან, გოგოსთან, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამას როგორ აკეთებ, რომ ერთის მხრივ თავის დაცვა ასწავლო, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ყველაფერი აგრესიაში არ გადაიზარდოს. კი. აქაც ნახეთ აგრესიაში გადადის ხოლმე მაშინ, როდესაც არ არის ნათქვამი ეს შენი ემოციები, მხარდაჭერა არ გაქვს გარშემოყოფებისგან, მშობლებისგან და ну მერე უკვე ბავშვი რა თქმა უნდა შეუძლია ეგ. ანუ თქვათ 3 წლის ბავშვი თუ ტირის და რაღაცას ვერ გაგებინებს და ვერც გაგაგებინებს დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ხო, არ აქვს ემოციური ინტელექტი იმ დონეზე, რომ შენ დაგიჯდეს და რაღაც გელაპარაკოს. მერე იწყებს დარტყმას, კბენა ძალიან ხშირია ბავშვებში, ეს ფიზიკური შეხება, იმიტომ რომ ასე ცდილობს, რომ რაღაც გაგაგებინოს და ეს თავის უარყოფით ემოციები გამოხატოს და აქაც პირველ რიგში მივდივართ იმასთან, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს ემოციების გამოხატვა. თუ ბავშვს შეუძლია რომ შე რაღაც გითხრას, აგიხსნას, ის არ მოვა და არ გიკმეს. ну რა თქმა უნდა სანამ მიაღწევს იმას აქს რომ შეგეძლება აუხსნა. აი მაგალითად ახლა გამახსენდა ქეთას ქონდა ესეთი ჩვევა პატარაობაში დაახლოებით 2 წლის ასაკში რომ როცა რაღაცაზე ბრაზდებოდა და ну ვერ ვეხმარებოდი საუბრით არ ესმოდა, მაშინვე ხელები მიქონდა თმებში და თმებს იწიწკნიდა. ну ეს ძალიან ხშირია ბავშვებში. აქ უკვე ხდება ჩანაცვლება. ну ესე იმშვიდებს თავს ეს ბავშვი და მოდი სხვა რაღაც დავიმშვიდოთ. მოდი ბალის დედადე თავი და იყვირე, ამოუშვეს ემოციები. მოდი ბალის დაარტყი ხელი, შენ ძმას კი არა. ხო, ასეთი რაღაცები. მაგ მომენტშიც თავარი არის რომ ბავშვმა არ დააზიანოს, ხო, რა თქმა უნდა, გარშემომყოფები და არ დააზიანოს თავისი თავი. და აქაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იცოდეს ეს ემოციების მართვა. და ემოციების მართვა თუ იცის ბავშვმა, შემდეგ უკვე ძალადობას ნაკლებად მიმართოს. მაგრამ აი ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც აი აბსოლუტური ბულინგის, არ ვიცი როგორ თქვა, ბაღია თუ რაღაცა საუკეთესო პირობებია ამისთვის შექმნილი. აი როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რომ თავი დაიცვას ამ დროს?
კი, ძალიან რთული საკითხია, სხვათა შორის ცოტა ისეთი სერიოზული შეგვემთხვა დატო სკოლაში რომ მივიყვანე, ნუ რა თქმა უნდა, დილით ვატან საჭმელს წყალს და დამავიწყდა წყლის ყიდვა. და ისე მოხდა რომ წყალი რომ მოწყურდა, თურმე შესულა საპირფარეშოში და იქ ონკალიდან დაულევია წყალი და იქ გარა სამი ბიჭი, რომელსაც დაუწყია სიცილი და უთქვამს რომ საპირფარეშოში სვავს წყალს. ნუ მოკლედ დაუცინიათ. და მოვიდა ძალიან განერვიულებული სკოლიდან, რომ დედა დღეს რო წყალი, ნუ ეს სუპაწაწუნა პირველ 7 კლასში. წლის, კი, პირველ კლასში არის. ნუ ჯერ მე ვინერვიული, იმიტომ რომ წყლის ყიდვა რატო დამოვიწყდა, მაგრამ ნუ აი მართლა არ ვიცოდი რა მეთქვა. ნუ მეთქი დედა იცი რა ზოგმა ბავშვმა არ იცის რომ ეს ცუდია ეხა. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შვილი ამას არ გააკეთებს, არ დასცინებს სხვას, გამოიცვლია და აქაც ოჯახზეა, ხო? დედა მეთქი იცი რა, ალბათ არიციან რომ ეგ არ შეიძლება, არიციან რომ შენ ამაზე ინერვიულე. შეიძლება უბრალოდ გაგეხუმრა, მაგრამ ნუ ვერ მიხვდა იმდეს რომ შენ ამას სერიოზულად მიიღებდი და განიცდიდი და ნუ აი რაღაცნაირად რა თემას აღარ მივედმოვედე რომ დამშვიდებულიყო. სხვათა შორის იმის მერე საპირფარეშოში აღარ შედის. ეს ერთი პრობლემა გვაქვს და ვცდილობთ ახლა ამის გადალახვას. მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ბავშვის ახსნას და ბავშვის ერთმა სიტყვამ შეიძლება სერიოზულად დაადარალოს კი. მეორე ბავშვი. იმიტომ რომ აი ხა საპირფარეშოს შესვლაზე რო უარი თქვა, ეს აი ძალიან იმის სიგნალი არის, რომ აი რაღაცა ჩაკეტა. სერიოზულად, ინერვიულად კი და ნამდვილად ჩაკეტა. თუმცა ნუ საუბრობთ ხოლმე და ასაკის მატებასთან ერთადაც ალბათ ვფიქრობ, რომ გადაივლის. ნუ ესეთ მომენტში ის იმასაც ვეუბნები ხოლმე, რომ თუ თქვათ, ნუ რა თქმა უნდა, სიტყვით უნდა მოაგვარო და სულ მაგას ვეუბნები, რომ კაცის მთავარი ძალა არის სიტყვა და სიტყვით უნდა შეგეძლოს მოგვარება და არა ძალადობით, მაგრამ თუ თქვათ დაფიქსირდება ისეთი რაღაც, რომ შენ ვიღაც ხელით უნდა შეგეხოს და თქვათ უფრო დიდ საფრთხეს იგრძნობ, აუცილებლად უნდა მითხრა მეც. ხო, მეც მე რა თქმა უნდა ძალიან მშვიდად არ ვართ ისეთი შეუგნებელი ხალხი, იქ მშობელს დაველაპარაკები, მშობელი ბავშვს დაელაპარაკება და ესე მოგვარდება, იმიტომ რომ ამასაკში ამათი, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაში მარტო დატოვება შეიძლება უფრო სავალალო შედეგი კი. მაგრამ ახლა შენ ამ ამბავს მიყვებოდი პირველი რა აზრი მომივიდა, იცი რომ რა მაგარია რომ მივიდა და დედას უთხრა. იმიტომ რომ აი გარშემო ყოველთვის ის პრობლემაა და აი არ ვიცი ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ ხოლმე იმას რომ შვილი არ ეუბნება დედას და მამას რომ აი ეს რაღაცა ბულინგის ფაქტი შეემთხვა და მერე იქ იწყება საშინელებები. შენ როგორ მოახერხე ის რომ ბავშვთან ესეთი ურთიერთობა გაქვს რომ მოვიდა და გითხრა? გეტყვით ახლავე. ალბათ თავარი მაგალითი არის ჩემი ბავშვობა. იმიტომ რომ დედასთანაც და მამასთანაც დღემდე არა მარტო ბავშვობაში მაქვს ესეთი ურთიერთობა, რომ ჩვენ შორის ფაქტიურად საიდუმლო არ არსებობს. ნებისმიერი პრობლემა, რაც არ უნდა იყოს, რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, რაც არ უნდა დამნაშავე ვიყო, თუნდაც ჩემი ბრალი იყოს, ხო რაღაც მივდივარ, საუბრობთ, თუ რჩევა მჭირდება, რა თქმა უნდა, ვიღებ რჩევას და მე ამ ურთიერთობით ჩემ მშობლებთან ვარ ძალიან ბედნიერი და შესაბამისად მინდა რომ ჩემი შვილებიც ესე იყვნენ. ანუ მოდელი გადმოიტანე. რა თქმა უნდა, თავარი არის მოდელირება ნამდვილად ყველაფრის და ძალიან მიხარია სხვათა შორის. სხვათა შორის აი მარტო ბულინგი კი არა, თუ რამეს აშავებენ, იმაზეც მოდიან და მეუბნებიან და მე ესე შვიდად როგორც მოითხოვს სიტუაცია, ისევ საუბრობ. აი მაგ დროს მართლა ნახევარი საქმეა ხოლმე გაკეთებული, იმიტომ რომ როდესაც ამბობ, იქვე შეიძლება შენ თვითონაც მიხვდე გადაწყვეტილებას, თუნდაც ბავშვი იყო და მერე კიდე რა თქმა უნდა მშობელი ამ დროს იმის მშობელია რომ გეხმარება და პოულობს გზებს რაღაცნაირად დაგეხმაროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აი აქ უკვე მივედით იმ თემამდე, როცა ბავშვი იმეორებს მშობლების ურთიერთობის მოდელს. აი როგორ მიგაჩნია შენ აი ბავშვი რას უნდა ხედავდეს ოჯახში, რომელსაც მერე თავის მოდელად გადაიტანს თავის ცხოვრებაში. კი ბატონო, აი ეს ფრაზა რომ ბავშვი არის ოჯახის სარკე, ეს არის 100%-ით სიმართლე. ვერ გავიქცევით ამ ფაქტს ვერსად. რას უნდა ხედავდეს ბავშვი? რა თქმა უნდა პატივისცემას პირველ რიგში. მამის და დედის შორის პირველ რიგში პატივისცემას. იმას უნდა ხედავდეს ასევე რომ წეღანაი ძალადობა ვახსენეთ. ოჯახში პრობლემები გვარდება საუბრით. საუბრობენ ჩემი მშობლები და აგვარებენ პრობლემებს. მე თუ ვუყურებ რომ იქ რაღაც ძალადობით გვარდება, ეს ჩემ გონებაში ილექება და მოდი მეც მოვაგვარებ ძალადობით რაღაცას. ხო, იმიტომ რომ ჩემთან საუბარი არ იციან. ხო, პირველ რიგში.
გარდა იმისა, რომ მე პირადად ეხლა მარტო ვზრდი ბავშვებს, ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე მაგას, რომ აი, ჩემი შვილები ვერ უყურებენ ამას, რომ დედმამა პატივს რა თქმა უნდა ვცემთ და არ გვაქვს ცუდი ურთიერთობა, მაგრამ ნუ მთელი დღე ერთად არ ვართ და ვერ ხედავენ იქ ისეთ რაღაცებს, რაც მომავალში საჭიროა კაცმა იცოდეს, ხო, მაგალითად არ ვიცი, ყვავილი მიართვა დედას, მამამ და ამას ვაკეთებ ხოლმე მე თვითონ. აი, მაგალითად ეხლა 8 მარტი მოდის და ტატოს იმ დღეს უთხარი, რომ მამაც მოდი ქეთას ყვავილები ვუყიდოთ და მივართვათ და ნუ მოკლედ მთავარი პრინციპი არის მოდელირება. ბავშვის ხო აზრითის და მომავალზე ზრუნვის. მე ასე ვფიქრობ, ასე რომ კი, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ასეთ შემთხვევაში, როცა ბავშვის გაზრდა მარტო გვიწევს, დედამ შეითავსოს რაღაცნაირად აი ეს როლიც, რომ ესეთი რაღაცები, თუნდაც რომანტიული ჟესტები, ქალთან ურთიერთობა, ბავშვს თვითონ ასწავლოს. რას ვაკეთებთ აი იმ სტერეოტიპთან დაკავშირებით? ჩვენ ყველანი ნურალით საქართველოს შვილები ვართ და გვსმენია ხოლმე ხშირად, რომ ბიჭმა ქუჩაც უნდა იცოდეს. ხო, ბიჭმა ქუჩაც უნდა იცოდეს. და მე რო დავფიქრებული ვარ თავიდან, აი მე თვითონ მახსოვს, რომ ძალიან დიდ პროტესტს იწვევდა ხოლმე ჩემში ეს ფრაზა, რომ რას ქვია ქუჩა იცოდე, რატო უნდა იცოდეს, მაგრამ უწევთ რაღაც, აი რო დაფიქრდე, უწევთ, იმიტომ რომ აი ამ ძალადობრივ საზოგადოებაში სადღაც გიწევს, რომ ქუჩაშიც დაიცვათ თავი. კი, ვერსად გავექცევით. ასე არის მოწყობილი ზოგადად. თუმცა აი ჩემთვისაც ვთქვამთ კი, რომ ნუ ბიჭი ეგ რაღაც რჩევა როცა დამჭირვებია და გამიკითხავს, რა იცი რა ხა, აი ტატოსთან ისეა და აი როგორი ირჩევა მივცე, რას ფიქრობ, ნუ მამაკაცს შეიძლება მამას ვკითხო ან ვინმეს. მიმიღია ესეთი რჩევა, რომ იცი რა ქუჩაც უნდა იცოდეს ბავშვმა და ჭკუბიც უნდა იცოდეს, მაგრამ ქუჩა უნდა იცოდეს, კი, ოღონდ უნდა იცოდეს აქ ნახე საფრთხის მიხვედრა, რომ ნახე ეს რაღაც საფრთხე. ხო, რა თქმა უნდა. აქ რაღაც საფრთხეა. უნდა იცოდეს როგორ მოგვარდეს ეს საფრთხე, ხო? პირველ რიგში, მოდი სანამ ძალადობაზე ვიფიქრებთ, მან რასაც ვასწავლი ხო, რომ მოდი ჯერ ვცადოთ სიტყვიერად მოგვარება. თუ ამას გულისხმობენ, ქუჩაში, კი ბატონო, ბავშვმა უნდა იცოდეს ქუჩა ნამდვილად, მაგრამ თუ ქუჩაში იმას გულისხმობენ, რომ აუცილებლად ძალადობა და იცი რა, ბავშვმა უნდა იცოდეს ძალადობა, ეხლა ქუჩაში ვიღაც რომ დაგარტყავს, მე შენც და დაარტყა. ანუ ამას არ მივესალმები. მოდი სხვა რაღაც ვასწავლოთ, ხო? ჩვენი საქმე ჩვენ ისე გავაკეთოთ და მე ეხლა წინასწარ სამწუხაროდ ადამიანებმა არ ვიცით რა და როგორ განვითარდება, შეიძლება მართლა ჩემი შვილი საერთოდ დამნაშავე არ იყოს, ხო და ვიღაცის შვილმა პირდაპირ ძალადობით დაიწყოს. ხო, მაგრამ მაინც აი ამ ქუჩის ახსნის განსხვავება ძალიან დიდია და თუ იმას გულისხმობენ, ვეთანხმები ნამდვილად და ძალადობის წახალისებას ნამდვილად მე როგორც მშობელი ამას ვერ მოვახდენ. კი, რა თქმა უნდა და ეს ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება მგონია. ყველა დედა და მამა რო ესე ფიქრობდეს ჩვენ საზოგადოებაში, მე ვფიქრობ ახლა ბოლო დროს გახმაურებული საშინელი ზუსტად ეხლა არ მივდოდა რაღაც და ეგრეთ მეცნებინა, იმიტომ რომ ისეთია იგნეული ძალიან, მაგრამ ალბათ აი ეს რო იყოს, რომ მშობლები ესაუბრებოდნენ შვილებს აი ამ აგრესიაზე, ბულინგზე და რა თქმა უნდა გახსნილი ურთიერთობა მსგავსი შემთხვევები ნაკლები იქნებოდა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. აქვე გვაქვს ესეთი სტერეოტიპი, რომ ბიჭმა არ უნდა იაროს ბალეტზე, მუსიკაზე. მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში იყო ხოლმე რომ ბიჭი რომ მუსიკაზე დადიოდა, აუ всё. არ გეი იყო? კი. იკრავდა საშინელ სტიგმებს, მე ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი და რაღაც. აი შენ როგორ ფიქრობ, დაუშვათ შენ შულს მოუნდა წავიდეს ხელოვნების გზით და მოუნდა ცეკვა ან მუსიკაზე სიარული. კი, აქაც ჩემ ბავშვობას გავიხსენებ. 10 წლის განმავლობაში ვცეკვავდი ლათინურ ამერიკულ ცეკვებს. და ყავდათ ალბათ ბიჭი. არ ყავდა მეწყვილე, 10 წელი ვიცეკვე სოლო. ოღონდ არა მარტო მე, ჩემმა გოგოებმაც იქ მეგობრებმა. ჯგუფში ვიყავით დაახლოებით 30 გოგო და 2 ბიჭი. მთელი 10 წელი წარმოიდგინეთ მეწყვილი არ მყავდა. ნუ მე ცოტა ხნით მყავდა ერთ-ერთ ჟიურის წევრს კონკურსებზე მოვეწონე თავის ბიჭთან დამაყენა მეწყვილად და ნუ აი ბედნიერები ვიყავით რომ ბიჭი გამჭდა და მეწყვილე მყავს კი და სამწუხაროდ შორს ცხოვრობდა და მე ისე ვსოლავდა ხო ჩვენ ცეკვაზე მოკლედ ლათინურ ამერიკულ ცეკვებზე არ დადიოდნენ ბიჭები ძალიან ისე ცოტა და ვინცი არა დღეს რომ ხელა წარმატებას მიაღწია მოდი ცეკვან ვარსკვლავებს რომ გადავხედოთ ხო და ვინ ვიზე ნაკლებია აი ვინ ვიზე ნაკლებია რომ იმან არის არა ლათინურ ცეკვებზე და ამანი არა შესაბამისად ჩემი შვილის ინტერესებს მაქსიმალურად მივყვები. ცეკვა მოუნდება იulis ცეკვაზე, სხვათა შორის მითხრა კიდეც ამას წინათ ცეკვაზე მინდა უსიარული, მაგრამ ნუ ჯერჯერობით რაღაცნაირად დროის ისეთი
ის გვაქვს გრაფიკი. ხო, გრაფიკი რომ ვერ მოვახერხე. არა, როგორია, ხო, ქართულ ცეკვაზე უნდა იაროს და აი სამეჯლისო ცეკვაზე თუ ივლის, ამ შემთხვევაში უკვე რა თქმა რაღაცა უნდა. ესეთია. რა თქმა უნდა, კი, მაქსიმალურად გავუყვები მის ინტერესებს. ბავშვი არის, რა თქმა უნდა, ინტერესები უნდა დავაკმაყოფილოთ. მე უკვე თვითონ გაყვება, არ გაყვება, ამას თვითონ გადაწყვეტავს ასაკის მატებასთან ერთად. კი, გეთახმები. ანუ შენთვის მნიშვნელოვანია უფრო საკუთარი შვილის ინტერესები. კი, რა არა თქმა უნდა. საზოგადოების დამოკიდებულება. მაგრამ ნახე, აი იმ შემთხვევაში რას ვაკეთებ თუ კი ბატონო, მივყევით ბავშვის ინტერესს, ისწავიდა ცეკვაზე ან მუსიკაზე, რა ვიცი, რაზეც თვითონ უკან ნახა ინტერესმა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან შეხვდა აი ეს ხო გაცინვა, რომ აი შენ რაღაცა ცოტა ქალური ხარ, ახლა ამას რო აკეთებ. ხო, აი როგორ დაიცვას ბავშვმა თავი ამ დროს? ეს კი საზოგადოების აზრისგან თავის დაცვა როგორ ხდება? თვითშეფასებით და თავდაჯერებულობით. მე ასე ვფიქრობ. თუ ადამიანს გააჩნია თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, შესაბამისად თავის ინტერესებს, აი ესე ებღაუჭება და საერთოდ არ აინტერესებს გარშემოყოფების აზრი. და მე პირადად ვფიქრობ, რომ ამაზე ვზრუნავ ეხლავე. და როგორ გამოიხატება ახლა ამ ასაკში მაგაზე ზრუნვა, იქ ბავშვი მაგალითად დაჯდება და რაღაც ესე ხას გაავლებს და დედა რა მაგარი რაღაც დახატე, როგორ კარგად გამოგდის ხატვა. ან არ ვიცი, წაიცეკვებს, რაღაცა ხმას ამოუშვებს, რომც არ გამოსდიოდეს, აქ ვაკებთ. თავდაჯერებულობას ვწევთ, თვითშეფასებას ვწევთ. აი, არ ვიცი, ახლა ვიღაცას მაინც ექნება გამოცდილებაში რაღაცას რო გააკეთებს ბავშვი და შეაქებ, მთელი დღე მერე ამას აკეთებს, თან ესე გიყურებს, რომ რა მაგარია, როგორი ყოფილია თვითონაც, რომ ესე დედამაც შემაქო და რა მაგრად ვაკეთებ და თუ თავდაჯერებულობა ექნება ბავშვს, ვფიქრობ, რომ იქ უკვე გარშემოყოფების აზრიც დაიჭრდილება რაღაც დოზით. კი, აი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროსაც, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველაფერში ოჯახის გვერდით დგომა, რა თქმა უნდა. თავდაჯერებული ხარ შენთვის და ოჯახიც გვერდით გიდგას რაღაცნაირად ყარად ხარ შენ გადაწყვეტილებაში, რომ ეს სწორია. და პრინციპში აღარ ითვალისწინებ, მე საზოგადოება ალბათ ყოველთვის ყველაფერსაც ლაპარაკობს, მაგრამ შენ უკვე აღარ გაინტერესებს. რა თქმა უნდა, ეგ ყოველთვის იქნება ნამდვილად. რას ნიშნავს შენთვის ფრაზა კაცი ხარ და უნდა? კაცი ხარ და უნდა. აი რაღაცნაირ გენდერულ როლებს რო მივადგეთ. აი რას ნიშნავს ეს? იდეაში მარტო ცუდი შინაარსით არ გეკითხები ამას. აი ხდები. ნამდვილი კაცი მართლა როგორი უნდა იყოს? კი, ნამდვილი კაცი ახლა უცბად პირველ რიგში რაც გამახსენდა, ეს არის პასუხისმგებლობის აღება. აი, კაცს როცა შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობები, არ აქვს მნიშვნელობა ეს სამეგობრო წრე იქნება, პირადი ურთიერთობა იქნება, აიღებ პასუხისმგებლობას და ამას გააკეთებ. ასევე აი, ჩემთვის კაცი არის ადამიანი, რომელიც ქალს სცემს პატივს, დედას, დას, გარშემომყოფებს, სადაც ასე ვთქვათ, მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. პირველ რიგში მაინც პასუხისმგებლობასთან მივდივარ, ძალიან უხდება მამაკაც პასუხისმგებლობის აღება. კი, და უშიშრა გვაქვს, ой, მე დეფიციტი გვაქვს ამი. კი, და უმეტეს შემთხვევაში, აი, ოჯახებიც რო ინგრევა. 70% ამის გამო კი ბატონო გეთახმები. ხო, 70% ნამდვილად იმის გამო, რომ კაცი ვერ იღებს პასუხისმგებლობას. და საერთოდ არ იციან ამ სიტყვის განმარტებაც მგონი. არ ვიცი, ასე რომ პირველი ეგ მახსენდება კაცობაზე. და შენი აზრით რატომ იცი რატო გეკითხები? იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი მოსაზრება, მე არ ვიცი, ერთად გავშალოთ თუ გინდა. ბიჭებს განსაკუთრებით საქართველოში ზრდიან, რომ აი ყველაფერს მისმაგივრად აკეთებენ ოჯახში. ჩემი აზრით აქედან მოდის, როგორ უნდა. კი, რა თქმა უნდა, აქედან მოდის, ეს არის ჰიპერმზრუნველობა დედის მხრიდან, რომელიც უმეტესად დედის მხრიდან ხდება. და ეს ჰიპერმზრუნველობა ქალებს გონიათ მზრუნველობა, მაგრამ რეალურად ამან შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სიყვარულსა და გაფუჭებას შორის რო ვისაუბროთ, ხო? სიყვარული გაძლევს დამოუკიდებლობას, ხო? სიყვარულით ასწავლის შეშულს, რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს, ეს უნდა გააკეთო, ეს პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს და ჰიპერმზრუნველობით არ აძლევ ამის საშუალებას. დილით ადგება და საჭმელი გამზადებული დახდება, სახლში მოვა და სარეცხი დარეცხელი დახდება, დაუთოებული დახდება. ამას ეჩვევა ხო კაცი და შემდეგ ნახეთ ახლა იმ დონეზე არ ვიცი ფსიქოლოგია რო აქ რაღაც ტერმინები ვიხმარო, მაგრამ რაღაც დოზით კაცს, როდესაც ცოლი მოყავს, ამ ცოლში ხედავს დედას. კი, ყოველთვის. კი, ამ ცოლში ხედავს დედას. აჭამოს, არ ვიცი, მიუთითოს რა როდის გააკეთოს, სარეცხი დაურეცხოს.
ხო და ეს ფოლს უწევს მე დედის და ცოლის როლის შეთავსებები და ამიტომაც წარმოუდგენელ და გაუღებს. თან ანუ დედა ეხა შვილი რო ყავს და პლუს მეუღლის დედაც რო ხარ ანუ ორმაგი დედობა და ხო ცოლი მოკლედ აი ქალი უნდა იყო იდეალური ყველაფერი უნდა შეძლო ცოლობა დედობა არ ვიცი ზოგჯერ ქმარიც შეიძლება კი ძალიან ასეც კი რა არის ის სტერეოტიპები? კი, ნაწილობრივ ვისაუბროთ, მაგრამ მაინც რა არის ის, რასაც შენ ოჯახში ამსხვრევ? და რაც აი ძალიან გავრცელებულია ქართულ ოჯახებში. ხო, ეხლა აი ამდენი რაზეც ვისაუბრეთ, ვფიქრობ, რომ ემოციების, კი, აი ამ ემოციების გამოხატვა ზუსტად. ის რომ ტატო ბიჭია და ვაძლევს საშუალებას ემოციები გამოხატოს, ვფიქრობ, რომ ეს სტერეოტიპი უკვე დავანგრიე. ხო, ასევე რა თქმა უნდა, დანგრეული მაქვს ის სტერეოტიპიც, რომ ამასაკში, იცით როგორ არის, ანუ ხშირად ასაკის გამოც ეხა გამიგია რა, რომ ვაი მე ჯერ პატარაა და რანაირა და მე ესე არ ვუდგები შულებს. ეხლა ჩემი ბიჭი არის 7 წლის, გოგოც აქვე ხარ, რასაც ვიტყვი, ეს ამასაც შეუძლია რომ გააკეთოს 5 წლის არის, მაგრამ აი შაბათ-კვირას ვისვენებ ვარ სახლში და იციან რომ დილით ეხლა 9 საათზე ვერ ავდგები ფიზიკურად, იმიტომ რომ ნუ მთელი კვირა ესეთი გადატვირთული მაქვს, რომ ცოტა მინდა დაგვენება. 11 საათზე რომ ავდგები ხოლმე, ორივესაც ვეტანსაცმელი, კვერცხი შემწვარია და ნაჭამი აქვს, ანუ კვერცხი შეთანხმებულია. კი, აი, ამით ვამაყობ როგორი მაგარი ამბავია. აი, ეს არის სასწაული, სულ იმას ვფიქრობ, რომ აი მე რა მაგარია. ხო, საჭველი ნაჭამი აქვს და უკვე შედან და ან თამაშობენ, ან რავი შეიძლება გაჯეტი ეჭიროთ, რაღაცას აკეთებენ. უბრალოდ აი ეს საბაზისო რაღაცები, უნარჩვევები კი და განსაკუთრებით აქ ტატოზე ვუსვამ ხას რა, იმიტომ რომ მამაკაცია და ნუ რა თქმა უნდა ეს სქესი იჩრდილება ამ ხრივ. აი ძალიან მიხარია რომ ამას აკეთებს, დამოუკიდებლად გააკეთებს ყველაფერს. ეგ ძალიან კარგია მომავალი დამოუკიდებელი ისეთი პასუხისმგებლიანი ბიჭი რო ჩამოყალიბდეს ამ ამბისთვის. დეა, შენი ყველაზე დიდი შიში რას უკავშირდება საქართველოში ბიჭის გაზრდასთან დაკავშირებით? თალადობა, ბულინგი. ალბათ ყველა დედისთვის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ამბების შემდეგ, ესე იგი იმდენს ვნერვიულობ და იმდენს ვფიქრობ ამაზე და კი სულ ვესაუბრები ტატოს და სულ რაღაც მინდა რომ ისეთ თან ვცდილობ რომ ბავშვური ენით ავუხსნა და იქ რაღაც არ დავამძიმო და ცოტა ის რთულად არ ვუთხრა. ეს არის პირველი შიში ალბათ რის ძალიან მეშინია. და მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი სხვა თუ არ ასწავლის თავის შულს, ჩემ შულს მაინც ვასწავლო მე და იქნებ ჩემო შულმა მოაგვაროს ისე რომ რაღაცნაირად შემცირდეს. და აქვე მინდა ვთქვა აი ისიც სხვათა შორის რომ აი ეს ჩვენი თაობის დედები ცოტა სხვანაირ ბავშვებს ვსრდით. კი, ესე ნამდვილად. კი და დარწმუნებული ვარ რომ აი ეს ჩვენი ბავშვები უკვე დიდი ბიჭები და გოგოები რო იქნებიან, ბევრად შემცირებული იქნება ის ბულინგიც, ის ძალადობაც და ძალიან მიხარია, მახარებს ეს კი, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ მე რო სკოლაში დავდიოდი, აი ტოტალურ ძალადობას ქონდა ადგილი. აი ტოტალური სიტყვის არ შემწხვება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა შეიძლება გამხდარიყო აი ამ საშინელი ბულინგის და აი რომ ახსენდება, მაშინ ალბათ ბავშვი ვიყავი და ესე მძაფრად შეიძლება მაშინ ვერ აღვქვამდი, მაგრამ არ ვიცი რა საშინელებებს უკეთებდნენ, განსაკუთრებით ისეთ ბიჭებს, რომელიც შეიძლება იყო ცოტა სხვანაირი, შეიძლება ქონდა ცოტა სხვანაირი ინტერესი, შეიძლება ქუჩაში ისე ინტენსიურად ვერ იდგა. აი, არ ვიცი, ყველა მხრივ შეიძლება და გამხდარიყავი ბულინგის ფორმული. ჩვენთანაც აი ეგეთი ბავშვების მიმართ ყოველთვის იყო ბულინგი. განსაკუთრებით აი ვიც სწავლობდა. სკოლაში მოდიოდა სასწავლებლად რა, მიიღებდა ცოდნას. აი, აი გაგუშოსანი ხარ და რა, აი ბიჭი ხარ, ან ხუთოსნობა რო იმად იცვლებოდა, რა ქვია და ათოსნობა პრობლემად. არ დამოვიწყდება, აი ჩვენ სკოლასთან გვერდით იყო სკვერი. ყოველ დღე სკოლიდან გამოსვლის შემდეგ ამ სკვერში ხდებოდა ერთი ამბები. სკოლის მერე შევხვდებით და ნუ იქ რაღაც. კი, და ჩვენ რაღაცნაირად შეჩვეულები ვიყავით, ესე ჩაუვლიდით გვერდით, როგორც არაფერი ვხუბობენ. ჩვენ ბავშვობაში ძალიან დიდი დოზით იყო და ზუსტად მაგას ვამბობ, რომ აი ვერ წარმომიდგენია ტატო რო გაიზრდება, აი ეგ კიდევ იყოს, იმიტომ რომ ცოტა სხვა რაღაცებს ვასწავლით ჩვენ შვილებს. კი ბატონო, გეთახმები. და ბოლოს, როგორი მამაკაცი გინდა რომ გაიზარდოს შენი შვილი? დამოუკიდებელი პირველ რიგში. რაზეც თქვი რომ უკვე ზრუნავ, კაცი უნდა იყოს დამოუკიდებელი. და ვახერხებ იმის ბალანსს, რომ აი ეს ზრუნვა არ გადამეზარდოს ჰიპერმზრუნველობაში, რომ მე აი პირველ რიგში კიდე რას ვფიქრობ ხოლმე, ეს მეც ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც, რომ ნუ
ოჯახი დაინგრა და გარშემო მყოფების ისტორიებიც ხო ჩემი მეგობრებიც ძალიან ბევრი არის ქმარს გაშორებული უმეტესად აი მაგით რომ კაცი არ არის დამოუკიდებელი კაცი ვერ იღებს პასუხისმგებლობას და პირველ რიგში სულ ფიქრობ ხოლმე მაგას რომ აი ტატო მინდა იყოს ისეთი კაცი რომ არ ვიცი პარტნიორი რო ეყოლება შეყვარებული თუ სოლი აი იმან თქვას რომ რა კარგად არის გაზრდილი მე ჩემი მთავარი მიზანი არის ეს და იმედი მაქვს რომ გამოვიდა ძალიან დარწმუნებული ვარ რომ გამოგივა რასაც გისმენდი ნუ აი მართლა მეტი არც არაფერი არ არის საჭირო მეტი კი არა ყველაზე დიდი რაც უნდა მისცე საკუთარ შულს ალბათ ეგ არის ძალიან მაინტერესო იყო შენთან საუბარი აი ალბათ საშუალება რო გქონდეს და ქრონომეტრაჟი რო გვაძლევდეს საშუალებას გავაგრძელებდი უსასრულოდ მეც ნამდვილად შეგახსენებ დეა იყო ჩვენი სტუმარი პატარა ტატოს და გოგონას სახელი ქეთესა დედიკო ეს იყო დედების პოდკასტის 22-ე ეპიზოდი ჩვენი სპონსორია ავენტი რომელიც დედიკოებს ხელს უწყობს ბავშვის კომფორტულ გამოყვებაში არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი დედების პოდკასტი გამოვყვებით YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და Facebook-ზე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო.